Hi, Hi, როგორ ახარ? კარგად. შენ როგორ ხარ? მეც კარგად. გილოცავ 8 მარტს დღევანდელ დღეს. შენც გილოცავ. ამდენი ისე ქალების გამარჯვებებით მოთრეული საუკუნე ძლივს. ამას წინათ ვიხსენებდი, ვიღაცას ველაპარაკებოდი, მე ხო გენდერის კვლევაზე ჩავაბარე 2018 წელს და ერთ-ერთი იქეწერა ამონარიდი მახსოვს, რომ სადღაც მე-12-13 საუკუნეში სერიოზული მსჯელობა იყო იმაზე, ქალებს სული გააჩნიათ თუ არა. ხო, მე მაგაზე ეხლაც ვიკამათებდი იქნება და ჯობდეს ჩვენი წარმოჩენა, რომ ვითომ არ გვაქვს სული, ანუ იმაზე კოცონზე აღარ დაგწვავენ რა. At least და მე მთელი არჩევნებში მონაწილეობა და მე მთელი ტალღები და მოკლედ ჯერჯერობით კარგადავართ ქალები. ცოტა ბევრი რაღაცა გვიკლია, მაგრამ არა უშავს. ამ ეტაპისთვის რა რეალობა. რამ ხრიდან და რომელი ქვეყნის კონტექსტიდან შეხედავ, მაგასაც აქვს. ეგეც არის ნამდვილად, მაგრამ ისეთია რა. ბევრი გზა, დიდი გზა არის კიდე წინ გასავლელი, მაგრამ მაინც თუდატკილას არ ვდგავართ რა. აი აქ რო ვართ ეხლა მე და შენ და ასეთ რაღაცებზე რომ ისევ წერთ და ისევ საუბრობთ, როგორც გაგვიხარდება და ამისთვის არავის ნებართვა არ გვჭირდება, ეგეც ისეთი ამბავია ჩემო ნინი. კი, ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ჩემი აზრით მემკვიდრეობის ამბები გვაქვს დარჩენილი რა, ის კაცზე რო გადადის ყველაფერი ოჯახის და მაგრამ ოჯახსაც გააჩნია ხა ჩემ ოჯახში ეგეთი მარაზმია. კულტურულია უფრო ვიდრე ანუ თან კანონის მხრივ ეგ არ არის, ეგ კარგად გვაქვს კანონის. კი, კულტურულ მაინდსეტის ამბავში ვამბობ რა, რომ ჩემ ოჯახში ასეთი მარაზმი კი არ ხდება, მაგრამ ძალიან ბევრისგან გამიგია რაღაცა ეს კაცზე რო გადადის მთელი მემკვიდრეობა, მაგრამ არა უშავს, მაგასაც რაღაცას მაშინ რა ყველაზე გაყურებული მაგით რითიც ვიყავი, იყო შვეიცარიაში, სადღაც 80-იან წლამდე შვეიცარიაში ქალებს არ ქონდათ დამოუკიდებლად ბანკის ანგარიშის გახსნის უფლებაც კი. შვეიცარიაში. ეგ როდის? 80-იან წლებამდე, ანუ აი ხა 30-40 წელია, რაც შვეიცარიაში ქალებს აქვთ დამოუკიდებლად ბანკის ანგარიშის რაღაც კომპანიის გახსნის და ასე შემდეგ უფლება. ალბათ ერთ-ერთი იყო რაღაც ბოლა 1-2 წლის წინ გავიგე ეგ ამბავი და ანუ სრულიად გავგნებ, ანუ არ ველოდი რა, ანუ შვეიცარიისგან არ ველოდი, თორე ეგ ფინანსების ამბავშია ხო, რომ კაცზე უნდა ყოფილიყავი დამოუკიდებელი და დიახ. ეს რა ქვია, რა უცნაურია, 8 მარტს წერთ და აბსოლუტურად კავშირი არ გვინდოდა ეხლა 8 მარტზე არ დავაგრძელოთ ბარემეს თემა. ხო, დღეს წერთ ჩემთვის ძალიან სენსიტიურ თემაზე, იმიტომ რომ ბოლო ერთ წელში განსაკუთრებით ბევრი მოგზაურობები გამომივიდა რა ევროპაში და ჩემი საყვარელი საქმიანობა, ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა grocery shopping-ი, grocery როგორ ითარგმნება? პროდუქტები, საყოფო ცხოვრება პროდუქტებზე ძალიან მიყვარს, ეგ აქაც მიყვარს სახლისთვის რაღაცების ყიდვა, მაგრამ იქ განსაკუთრებით როცა ვაკვირდები რამხელა განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის. ახლა უკვე მასე მოგმართავ, შენ მაქაურობაზე გაგაერთიანებ. ამას წინათ გერმანიაში ვიყავი იანვარში და სრულიად შოკირებული ჩამოვედი. იმიტომ რომ ბუდაპეშტში მან შენთან რო ჩამოდივარ ხოლმე, ეგ ფორინტი ცოტას მატყუებს. რაღაცებს ვერ ვხვდები. მაგრამ ევრო ძალიან ნაცნობია ეხლა ჩემთვის და ევროში მე უცებ ტვინი პირდაპირ 3 და 17-ზე 8 იმას იზამს რა ქვია, გადათარგმნის, მაინც ძალიან დიდი განსხვავება და უკვე ევროლართან? როგორც მახსოვს ხო, 3 და 17-ია. და მაგაზე კარგი იქნება რომ გავაკეთოთ თან, ესე შეიარაღებულები ვართ. გუშინ მე და ნატამ შემოვიარეთ სპარს უძახით ჩვენ აქეთ და მაქეთ შპარს უძახით ხო მგონი? ხო, აი აქეთ ავსტრია გერმანიაში მივეჩვია შპარს, მე მგონი აქაც შპარს უძახიან, მაგრამ ის არის, ანუ გერმანული არის თუ ავსტრიული არის და მაგიტო ესი შ-დი კითხება და შპარი ქვია. ოკეი.
და მეტი სამართლიანობა რო ყოფილიყო, სხვა პროდუქტებს მოკლედ გადაუღეთ ფოტოები, თავისი ფასები რო გამოჩენილიყო. ისეთი პროდუქტები რა, რომელიც ყოველდღიურობისთვის გვჭირდება. და თან შევადარებთ რა როგორ რანაირად ხდება. სამართლიანობისთვის ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ შევეცადეთ, რომ მეტნაკლებად მსგავსი ბრენდები შეგვერჩია. ანუ პროდუქტებიც რა, ერთი და იგივე ბრენდის ორივეგან რა, ეგეც აღსანიშნავი ამბავია. თან გამოვიცნოთ ხო, რაღაცა იმასავით გავაკეთოთ. დაახლოებით რამდენს ვფიქრობთ, რომ ღირს იმიტომ რომ რაღაცა პროდუქტები არის, რომელსაც მე პირადად არ ვჭამ, როგორიც არის ტკბილეულობა, ხორცვა არ ვჭამ და არ ვჭამ და გუშინ რომ ვაკვირდებოდი, ცოტა ისეთი იყო რა, ცნაური იყო. ისა იცი რა რომ ეძებდია შენთვის ამ რაღაცებს, ამ ვეგანური და ვეგანური განსაკუთრებით უცებ მეთქი ამასაც ხوار გადავუღოთ ხო და გამახსენდა რამდენს უწუნებ რომ არ არის ხოლმე მაღაზია საქართველოში არჩევანი. არ გვაქვს. აქ კიდე რამ ხელის არის ამ მაღაზიაში ძალიან დიდი განყოფილება იყო სულ მაგ ვეგანურ რაღაც იმებზე რა ქვია. შენ საყვარელ სოსისებზე და ძეხვა. კი და თან აქ არის როგორ იცი რომ არსებობს მსგავსი პროდუქტები, ოღონდ ნაწილი გამოწერითა უფრო მეტად გამოწერი ონლაინ მაღაზიები არის და გამოწერა შეგიძლია და ევროპროდუქტს აქვს კიდე შიგადაშიგ მსგავსი ამბები და დანარჩენ ადგილებში არ შემხვედრია სიმართლე რო გითხრა. თან იცი ყველაზე მეტად რა მიყვარს ნაად რომ 365 დღე ხო გვაქვს. ზოგჯერ 366 და აქედან 365 ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაცა დიდი პროცენტი დღეების არის მარხვა. მათ შორის ოთხშაბათსაც და პარასკევსაც რო ჩავთვლით. ეგერ ახდგომის, ახლა უკვე ახდგომის მარხვა, შობის, მარიამობა, ბევრი და აი რანაირად არ მივედით მაგ იმამდე, რა ქვია, მდგომარეობამდე, რომ ვეგანური პროდუქტები გამოჩნდეს ბევრი, არ ვიცი. მაგ იმას ვერ ანუ ერთის რაც არის რომ შემოტანა ან ძვირია ისეც ეგ პროდუქტები და მგონია რომ ბაზარზე მაგიტომაც ანუ ალტერნატივები უფრო მეტი გვაქვს ვიდრე ეგეთი პროდუქტები რა. ანუ აი ახლა ნახოთ მაინტერესებს მართლა, იმიტომ რომ უნგრეთი ზოგადად არ არის. მე როგორც რამდენ ხა ძალიან არ დავკვირვები ვარ, მაგრამ წესით აი გერმანია შეიძლება უფრო იაფი იყოს ვიდრე უნგრეთის პროდუქტი, იმიტომ რომ აქ ვატის გადასახადი ცოტა მაღალია. გერმანიასთან შედარებით. ამიტომ უნგრეთში ეგეთი ფასი ან იგივეა, და ეხა შემოსავალი იგივე არ არის ვთქვათ იქ, მაგრამ ან იგივე ფასი აქვს რა. ეს ან ცოტა მაღალი შეიძლება იყოს, მაგრამ არ ვიცი, ეხა საქართველოზე მართლა მაინტერესებს, რომ ჩამოვდივარ ხოლმე შეგრძნების დონეზე, სულ შეგრძნება მაქვს, რომ ბევრად იმაზე მეტი ან იგივე მეხარჯება მანდაც, რაც აქ. აი ახლა ბოლო ჩამოსვლაზე განსაკუთრებით, აი რა ძალიან გაუგნებული ვიყავი მართლა ეხა ხორცის ფასი არ გქონდა შენ და ანუ ამიტომ ხორცის ფასი დიდად აღარ მაგრამ აი რავი ხა ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, ღორი აქ იაფია უფრო. და თან ძალიან კარგი არჩევანი არის რა, ანუ აი ეს გაყინული ხორცი არ იყიდება აქ ესე, აი რავი თითქმის არასდროს არ მინახავს, აი ესე გაყინული ქათამი, ან შეიძლება არის და იმდენად დიდი არჩევანია ცოცხალი იმის რა. აი საქართველოში სულ მაქვს მაგაზე პრობლემა რა, რომ ჩამოვდივარ ხორცი სად ვიყიდო, კარგი ხორცი. ну აქაც ახლა კი საყასბოები არის ესე ცალკე სადაც შეიძლება კიდე უფრო ბევრად მაღალი ხარისხის, მაგრამ ესეთ ქსელურ მაღაზიებში ყველგან თითქმის არის ცოცხალი ხორცი. ცოცხალი ახალი ხორცი. ანუ ქათამიც ანუ თან აი გამოკრულია ხოლმე ძირითადად უკანა მხარეს თვითონ ეს ძროხა და ღორი განსაკუთრებით და ნაწილებზე აწერია სახელი. ანუ აი რაღაცა ჩვენთან რავი ეგეთი რაღაც ძალიან იშვიათად მინახავს ეგრე არჩევანი. იქ ანუ აი რა ვიცი გულმკერდის ცალკე და კუნთი ხის კუნთი ანუ აი რავი არ ვიცი ახლა სახელები უნგრულად უყურებ ხოლმე. და რომ მიდიხარ პირდაპირ ეუბნები, ანუ თან იქ ვუყურებ, რომ აი ეს მინდა ახლა აი რავი დავსერჩავ მოვძებნი რომელი ნაწილია ახლა იმ საჭმელისთვის კარგი და იმის მიხედვით ან ძალიან კომფორტული. და თან არის სულ ახალი რა, რავი არ მგონ ანუ ის გაყინულის ესეთი კულტურა ჩვენთან რო გვაქვს ეს გაყინული ხორცი, ეგრე არ არის აქ. აი იშვიათად ძალიან. ქათამიც, რავი, ანუ გადავუღე სურათი, შენ მე მგონი არ გქონდა სიაში, მაგრამ
ქათამით ძალიან იაფიღებს, ან მთლიანი ქათამი ღირს, რავი, 6 ლარი ალბათ. რა 6 ლარი? კილო, ანუ კილოს ვიძახე ერთი და მე გეტყვი ხო, მაგ. მაგრამ სადაც 2 კილო, არ ვიცი, ქათამი ესე რო ყიდულობე ხოლმე, სადაც 2 კილომდე კილო ნახევარი 2 კილო, როგორც ვიცი. მაგაზე გავაკეთებ 2 წამიან კომენტარს, რომ რამდენიმე დღის წინ სადღაც აღმოჩნდი და სრულიად შოკირებული ვიყავი. ამბობდნენ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქათმის, აი გაყინულ მდგომარეობაში თურმე ჩინეთიდან შემოდის და იქ ჩინეთში თურმე უძახიან 2 ლარიან ქათმებს რა. რაღაცა ბევრ რაღაცებს უშვებიან შიგნით და ეს იზრდება ქათამი მასობრივად და იქ შემოდის და კიდე უარეს შოკში ვიყავი. ბრაზილიდან შემოდის თურმე ჩვენი ხორცის ძალიან დიდი ნაწილი. ეგ არ ვიცოდი. რომელსაც ძირითადად საშაურმეებში და იმიტომ რომ ძალიან იაფია თურმე და ძალიან რაღაცებში იყენებენ და რაღაცნაირად უსუსურად ვიგრძენი თავი რა მე კიდიათ არ მაინტერესებს მაგალითად რაც მან და არ აქვს მე მგონი შპარს აქვს ესეთი რაღაცა ეს ბაჯეტი ესე ქვია რა ანუ ყველა ძალიან დიდი არჩევანი აქვს ბრენდების, მაგრამ ეს ბაჯეტი შეიძლება საუკეთესო ხარისხის არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ანუ კონტროლი და მონიტორინგი აქ ცალკე ის არის რა, ანუ მაღაზიაში რო ყიდულობ ენდობი იმ პროდუქტს, აი ხშირად გამიგია აქაც ცხოვრებისასაც გერმანიაში, ავსტრიაშიც, რომ რაღაცა თქვათ რამე პროდუქტზე თუ აღმოაჩინეს რაღაცა პატარა გადაცდენა. აი ყველას მისდის შეტყობინება, რომ აი აქედან აქამდე თუ შეიძინე რაღაცა ეს, უკან ვიბრუნებთ ამ პარტიას ყველაფერს. თავიდან ვერ ხვდებოდი, ანუ პირველად მე მგონი გერმანიაში გავიგე ეგ რა, რაღაცა შეტყობინებასავით მოგვივიდა თუ სადღაც უნდა. მეთქი რა ხდება? ანუ რაღაცა არ ვიცი, გახსნილი იყო რომელიღაცა, ანუ აი ეგეთი მასა და იბრუნებენ მერე მთლიან იმაში. და ეს ბაჯეტის, რატო დავიწყე, ანუ ეს ბაჯეტი არის ამ შპარის თვითონ თავიანთი წარმოება. მაგრამ იაფიანი წარმოება რა, ანუ აი მაგალითად გერმანიაში ეგეთი იყო, რევე ძალიან მიყვარდა ეს რევეს მაღაზია და ესე ერქვა. ანუ თითქმის ყველაფერი ღირდა 1 ევრო. აი ძალიან მიყვარდა მაგათი პროდუქტები. თან ახლა სტუდენტი რო ვიყავი, სულ არ მაინტერესებდა. რა შეჭა, აი უიაფესი იყო და ესეც ეგეთი ალტერნატივა არის რა, თვითონ მაღაზიის იაფიანი. ანუ თუ რაღაცა ესე სტუდენტი ხარ და კიდე უფრო რაღაც ნაკლები შემოსავალი გაქვს, მაგ ეს ბაჯეტით კარგად გადარჩები, იმიტომ რომ კარგად, ანუ ხორციც აქვს, ზეხვეულიც აქვს, ანუ ყველაფერი, პური, ყველაფერი დაივიწყე. ხოი, არჩევანის საშუალებაც ძალიან ნაკლებია რა საქართველოში, რომ იქ მაგალითად ეს ბაჯეტს თუ რაღაცას რო ვყიდულობ, ასე თუ ისე, ვიცი რომ იაფიანია, ვიცი რომ შედარებით დაბალი ხარისხია, მაგრამ ამასთანავე ვიცი რომ უსაფრთხოა. საქართველოში ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მხვდება ამბები, როცა განსაკუთრებით საშაურმეებზე, რომ საშინელი ხორცი შედის, თურმე საშინელი ხორცი და მე ინტოქსიკაცია, საკვებით მოწამლით ინტოქსიკაცია კატასტროფამდე მიდის ხოლმე. ზოგ შემთხვევაში, აი არჩევანი ძალიან მწვალობ ხოლმე არჩევანზე, აი რაღაცა მაგის შეგრძნება, თან თითქოს აი დიდ მაღაზიაში მიდიხარ და აი რაღაცა ვერ ხვდები რაოდენობრივ, ანუ აი ეგ არის რა, ხო, ძალიან შეზღუდული ხარ ამ არჩევნებში, ან ბევრი ბრენდი არ გაქვს, რომ ესე არჩევანი გააკეთო, რომელი გინდა. მოდი იცი რა, კარაქით დავიწყოთ. საქართველოს. აუ, ერთ ამბავს მოყვები და მე დავიწყოთ. არაზრუს არ დავიწყებ, აი კადრებთან აი სურსათზე რომ მივდივართ ახლა და ამ სურსათს უნებლობაზე, ნუ არ დავასახელებ ახლა ქალაქს, იმ ქალაქს არ გავუტეხ სახელს, მაგრამ იმ ქალაქში არის ესე ყველის ბაზარი. ალბათ ყველა ქალაქში არის მასეთი ყველის ბაზარი და რამდენიმე წლის ამბავს გიყვები რა, 3-4 წლის წინანდელ ამბავს და მე და მამა მივდივართ და ყველი უნდა გვეყიდა და უნდა წაგვიღო სხვა ლოკაციას. მაქსიმალურად ვცდილობ ის ქალაქი არ გამოიჩნდეს. და შევდივართ რა და ჯერ ხო ძალიან ანტისანიტარია, ეხა როგორ შეიძლება ყველის ბაზარში სადაც დახურული სივრცეა, ძაღლები, კატები დადიან, ანუ ეგ ოკეია, მაგ გარემოს ეს ყველა შეგუებულია მაგ იმას და მეტიც კადრი არის შემდეგი, რომ ესე მივდივართ, ყველი უნდა ვიყიდოთ, მაგრამ მანამდე ვიღაცამ ქეში გააწოდა ამ ქალბატონს, იმან ქეში აიღო, ხურდები და ქეში, დადო და მე გამოგვიბრუნდა ჩვენ და გვეკითხება, რომ რომელი ყველი გინდათო.
ნუ და მე მამა მუთხრა რომ ეს ყველია იმავე ხელით რა ის დაბანა და რა ის გაწვენდა იმავე ხელით ოდნავ ნო მანამდე აი ესე გააკეთა ზუსტად მახსოვს აი ესე გააკეთა ესე ამოჭრა რო იციან ყველის გამყიდველებმა იმავე ხელით მიაწოდა მამაჩემს მე რა თქმა უნდა არ შევჭამე მე რა თქმა უნდა იქიდან წამოღებული ყველს кайხანია უკვე ვცდილობ რომ აღარ ვჭამო მაგრამ აი ასეთ ამბებთან რაც უკვე გვაქვს საქმე, ფასი აღარ აქვს მნიშვნელობა. განსაკუთრებით ერთი ჩვეულებრივი ამბავი მოყევი, არ ვიცი, ეგეთი გაოგნებული რატო ხარ ან ერთ ქალაქში რატო გგონია რომ ეგ ხდება, ჩემი აზრით ეგ უმეტეს. აი ხანი არ ყოფილვარ მაგ სიტუაციაში, იმიტომ რომ მე ახლა სადაც ვმუშაობ, მართლა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სურსათის უვნებლობას. აი ვერ წარმოიდგენ რამ ხელა დაკვირვებები თითოეულზე რამხელა რაღაცა კონსერნები არ ვიცი და მე უკვე ეს მაქვს ჩაბეჭდილი რომ ყველგან ყველა ობიექტზე სურსათის უვნებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა და ესე რომ ხვდები მე პარალელურად სხვადასხვა ადგილებში შოკები გამოდის რა თავიდან და ეგ ძალიან სულ მახსენე ეს განსაკუთრებით ხაი ბაზრებზეც ძალიან დიდი განსხვავება არის მე ერთი დღე იქნება ჩავწეროთ ეგეც იქნება რომ ჩამოხვალმა ერთად ჩავწეროთ რაღაცა გავიდეთ ბაზარში. ოღონდ აი აქ მაგალითად ახლოს ბაზარი რაც მაქვს არის კვირაში 2 დღე, 4 შაბათი და შაბათი. შაბათს უფრო დიდია, 4 შაბათს შედარებით პატარა და ძვირია უფრო. ანუ აი ჩვეულებრივ მაღაზიაში რო გავიდე და ვიყიდო, იმ ბაზარში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მაღაზიაში. იმიტომ რომ ანუ ძირითადად გლეხი ვინც მუშაობს მიწაზე იმას მოაქვს თავისი პროდუქტი ანუ სახლში გამომცხვარი თავიანთი მცირე ბიზნესები არის რა ანუ რასაც მცირე ბიზნესი ქვია პირდაპირ ანუ თხის პროდუქტები მაგალითად აი ჩემი კრავისთვის უყიდულობ ხოლმე თხის პროდუქტს რძე, ყველი, არაჟანი, ბევრნაირი რაღაცა, სახლში გამომცხვარი პური, სახლში არა, მცირე ბიზნესი არის რა, ძალიან ისე. უბრალოდ ანუ სახლში გამომცხვარს ეძახი. ოღონდ ხო ანუ ხილი ბოსტნეულიც ანუ ძალიან ბევრნაირი და ძვირი ღირს. იმიტომ რომ თავიანთ შრომას უფრო დიდ ფასს ადებენ და უფრო მეტი უღირთ ახლა ვიდრე იმ დიდ ქსელურ მაგაღაზიას რომელიც რაღაცა დიდ რაოდენობას ერთად ყიდულობს, რა თქმა უნდა დიდი განსხვავება არის ამათ შორის. ამიტომ ხო ახლა გააჩნია რა. ჩემს ხო გირჩევნია რომ ასე იყიდონ. თუ შესაძლებლობა გაქვს ადამიანს, მე მგონია რომ ეგ ყველაზე კარგი გამოსავალია რომ ასე გლიხისგან იყიდო იცის ხო ნუ ახლა როცა შეგიძლია ახლა მაგრამ აი არის ხოლმე მაგალითად Facebook-ზე ხშირად აი მაგალითად მარწყვზე აი შარშან რაღაც 1-5 კილო მარწყვი ვიყიდე ვიღაცა სადღაც ჩემ მეზობლად ესე Facebook-ზე დაწერა რომ ეზოდა ყიდა იქ წავედით რაღაც ჩვეულებრივად ვიყიდეთ საკმაოდ ძალიან გემრიელი ან უზარმაზარი მარწყვები ანუ ამას რატო ვიძახით თან იცი რომ მგონია რომ ხშირად გონიათ ხოლმე საქართველოში რომ აი აქეთ რაღაცა ან გემრიელი ხილბოსტნეული არ იყიდება ან რაღაცა გემოსხვანაირი აქვს შეიძლება მე ადაპტირდი უკვე და მივეჩვი აქაურ ხილბოსტნეულს და ყველაფერს მაგრამ კი არის ჩვეულებრივად ეს პლასმას გემოიანიც რომელიც რავი ძალიან ხო ბასე ზამთარში ჩვენთანაც მასე არის პომიდორს და კითხვის გემო არა ხო რა ვიცი 3 ლარი ღირს და 4 ლარი ეხა ეგეთი რა და ლარში რო გადმოვიყვანო ეხლაც 5 ლარი და არის ამაგიეროდ ის ცოტა ძვირიანი რომელიც არის მაგრამ გემრიელი და კარგი ხარისხით და აქაც ანუ იყიდება ყველაფერი ჩვეულებრივად ის ძალიან გემრიელი გამოდის ლობიოც პომიდორიც და კიტრიც და ყველაფერი რა ოღონდ ანუ ხო გააჩნია სად ყიდულობ და უნდა იცოდე ხა ცოტა დროის მერე მაგასაც სწავლობ სად უნდა წახვიდე და სად უნდა იყიდო გემრიელი საჭმელი. ხო და ნუ მოკლედ დავიწყოთ ხა შედარება პრაქტიკული მაგალითებით. Let's do it. რომლით დავიწყოთ? კარაქის დავიწყოთ თქვა, ანუ რამდენიმენაირ კარაქს გადავუღე სურათი მე. მე კარაქსი მქონდა გადაღებული? კი, წესით გქონდა არა? აბა ნახე. საქართველოში მახსოვს ხოლმე, ეხა რო ჩამოვდე, იმიტომ რომ კარაქს ხშირად ყიდულობ, ზოგადად ისეც მიყვარს კარაქი. დაახლოებით ღირს ხოლმე სადღაც 15-16 ლარი მე მგონი, ხო? 14 საშუალოდ ესე, სადღაც. იმიტომ რომ ფასტა არის ხოლმე ძალიან ხშირად, ანუ სპრედს არ ვიძახი რა თქმა უნდა, ანუ მე გულისხმობ კარაქი კარაქს. კაი, ანუ ყველაზე იაფიანი კარაქი აბა რისი რა ფასიც ამოგიგდო? ყველაზე იაფიანი არის 10 და 50 რაღაც ლუიეზ ვოსენი. კარაქი?
ხო, კარაქი, ისე აწერია. ყველაზე იაფიანი. ანუ ყველაზე იაფიანი ეს ბაჯეტის, რაც გითხარი, რამდენ გრამიანი? 250 გრამიანი. ოკეი. ყველაზე იაფიანი, ოღონდ ანუ კარაქია, სპრედი არ არის, მცენარეულზე არ არის. ყველაზე 3.57 გამოდის ფასი. შემოგევლე. მე რას ვყიდულობ ხოლმე, ძალიან გემრიელია ეს. ღირს 5.19. ნახე, ვალიო ხო არ არის მან შემთხვევით? ვალიო არა, ლუპრაკია, შპარს არა აქვს ვალიო. 200 გრამიანი ვალიო არის 17.95. 200 გრამიანი. საბამნახო ვალიო, არა. ვალიო არა. ლუპრაკია, მე მგონი ლუპრაკიც რაღაცა მასე ღირს მანდ. და ეხლა, მაგრამ ფასდაკლება არის ეხლა ეს წესით არ არის ეს სტანდარტული ფასი. ეხლა შენც ისე გახსენე? ვოლტში გავხსენი ბარემ და ვოლტში შევადაროთ. ანუ 1057 ფორენტი, რაც არის 8.45, 200 გრამიანი ლუპრაკი. მაგრამ მოიცა გეცნობე გუშინ მაღაზიაში რასაც გადავუღე, ის ღირდა იქ არ იყო ფასდაკლება გუშინ. და ღირდა 14 ლარი. ანუ ეს ჩვეულებრივი ფასია რა, 14 ლარი ღირს ლუპრაკი 200 გრამიანი წესით, მოიცა ნახო 200 თუ 250. 200 გრამიანი. ჩვენთანაც არის, მაგრამ სპარში არ შემხვედრია, ევროპროდუქტში ვხედავ ხოლმე ხშირად და პრეზიდენტს რაც შეეხება, სადღაც 12 ლარამდე ღირს პრეზიდენტი 200-იანი და 400-იანი აგერ მიჩვენებს 22.95-ს. პრეზიდენტის მაინც არის ასე თუ ისე განსხვავება კარაქს შორის. თან აქ რაღაცის დამატება გვინდოდა, რომ მაღაზიაში სულ რო ამბობენ, რომ რაღაცა განსაკუთრებით ევროების შემთხვევაში მსგავსი შესაძლოა იყოს, მაგრამ აქ კიდე გასათვალისწინებელია ხელფასების ამბავი ან ქვეყნებს შორის. აქ საქართველოში საოცრება და საშინელება ხდება მაგ მხრივ და რაც უფრო იქაც დასავლეთით მივდივართ. აი ახლა სტანდარტულად მე რასაც ვყიდულობ, ირლანდიური კარაქი არის, ეს ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელია. ანუ ეს ღირს დაახლოებით 700-800, ეხლა ამაზე ცოტა ფასდაკლება წერია, მაგრამ 700, ანუ 5-6 ლარზე ძვირი არ ღირს, ანუ ამას ვაძლევ მუდმივად 200-იანი. 200 გრამიანი. 200 გრამიანი კარაქი. ჩვეულებრივი კარაქი რა, რომელსაც რავი ბავშვსაც ჩვეულებრივად ვაჭმევ და ძალიან გემრიელია. აგერ მარგარინი თუ გინდა, 2.75 კიდირს. მარგარინი, ანუ გეტყვი რამა რა ღირს, ანუ რამა მანდაც არის? კი. რამა 500 გრამიანი აგერ. ღირს 5.85. ნახევარ კილოია. დაახლოებით იგივე ფასია, იმიტომ რომ აქ 250 გრამიანი არის 2.75. ხო, ნუ გრამა ეხა რავი, ეგეც თუ არ ღირდა იაფი, აი რავი. 400 გრამიანიც არის აგერ, 400 გრამიანი ღირს 3.80. ოკეი. კაი. კარაქი მოვილიეთ. იცი რა მაინტერესებს? ბარემ თუ გახსნილი გაქვს. ნუთელას გადავუღე ფოტო? კი, ნუთელას სურათიც გადავიღე. ნუთელას სხვათა შორის მე მგონი იაფი. ძალიან იშვიათად ყიდულობ ზოგადად. 600 გრამიანი ღირს. აი კაკრას მეც 630 გრამიანზე მაქვს. 20 ლარი ღირს 600 გრამიანი. ოკეი. დიდი განსხვავება არ არის. აქ ღირს 24.95. 630 გრამიანზე. მაინც ძვირი ღირს? მაინც რატო ღირს? მაინც ძვირი ღირს, ხო აბა? რატო? ან თან ახლა მაგაში ძახი რა, აქ შპარში კი, ანუ სავარაუდოდ ისე, აი რა ვიცი, სხვა ლიდლში, ალდიში ან რაღაც სხვა მაღაზიებში საძირთად დავდივართ ხოლმე, იქ ვეჭვობ რომ უფრო იაფი ღირს ესენი, ანუ ნუტელას არ ვყიდულობ ხოლმე ხა ესე. ხშირად. მაგრამ ხო, და გამიკვირდა ახლა რომ ეგ უფრო ძვირი. ეს სტილ მაინც ის არის, რა ქვია, ხშირად გამოყენებადი პროდუქტია. განსაკუთრებით რაღაცა pancake-ებს და რაღაცებს რო აკეთებ, გჭირდება მაინც. ამასწიათ რაღაცა დესერტი ვჭამე რა და ძალიან ბანძი ფუნთუშა თუ რაღაცა იყო, ცომი იყო, მაგრამ აი ნუთელა რო იყო მოსხმული ზემოდან ძალიან გაპატიოსნებული იყო. აი ისე ნუთელა მგონია რომ
რაც არ უნდა საშინელ რაღაცას დაასხა ზემო და რაც არ უნდა იყოს, რომ ყველაფერი მაინც გეგემრიელება. აუ ადრე საბურთალოს ქუჩაზე იყო ჩემი საყვარელი, ანუ ზოგადად ტკბილეული დიდად არ მიყვარს, მაგრამ მან იყო ჩემი საყვარელი კაფე, ავოკადო ერქვა კაფეს და ქონდა გემრიელესი შოკოლადის კრუასანი და შიგნით ქონდა ნუთელა. ანუ აი ეგეთი გემრიელი რა. ანუ მე რაღაცები შეცვალეს. ძალიან ხშირად დავდიოდი ხოლმე სტუდენტობის დროს. და ეგ მახსოვს რომ აი რაღაცა ის ნუთელა სასწაულად უხდებოდა. აბა დორიტოსი ვნახე, ხარახან ხელში. აი მეც მაგას უყურებდი ზუსტად. დორიტოსი რამდენ გრამიანი? პატარები ეხლა ზუსტად რამდენიმე წუთის წინ აგერა მოქვს ისე რა ქვია. 100 გრამიანია ეს არის რაღაც 100 გრამიანი ღირს 7 და 25. ლარი 7 და 25. ხო, არა, ლარებში გეუბნები ყველაფერს, რომ არ გაგირთულო ცხოვრება. ისედაც მაკრო ჩამოდი, ისედაც ქართულებული მოგცხოვრება და ხა მგონი ესეც უკან ეწერეს, ნახე, უკან მოატრიალე ქვედა მარჯვენა კუთხეში უნდა ეწეროს წესით ზომა. რა და რა წერია? მგონი 100-იანია, ხო, 100-იანია მასა, ნუ იყოს. ხო, 100-იანია. არა, ეს იაფი ღირს 100-იანი გეტყვი, ხა რამდენი გადავიხადე? სადღაც 4 და რაღაც აღირს. თუმცა მაღაზიაშიც გადავიღე ეს. ამაზე დიდი ზომა ღირს 6.99. ეს ძალიან მიყვარს ფასები 6.99, რომ მაინც 6-იანი იწყება, მაგრამ 7 ლარი როა. ეს რა ქვია, ხო, ესე იგი დორიტოსმა მოუგო საქართველოში მან უფრო იაფი ღირს. ხო, დორიტოსი ნაშკარად გამოვიდა, რომ უფრო იაფი. დორიტოს მივაწვეთ ხალხ, არ გვი რა ის კარაქი, რა ის ყველი, რა ის ბიოპროდუქტები და ასე შემდეგ. დორიტოსი დილით შუადღე საღამოს. მაგრამ დორიტოსის შემცვლელი რაც არის აქ, ანუ რასაც უფრო ხშირად ყიდულობ ხოლმე იდეაში. ეგ ღირს 200. პრინგლსი? პრინგლსიც ზურიღეს, მაინც ეს ვნახო. 7, ანუ 8 ლარი ღირს 205 გრამიანი ის მეორე რა, რომელიც ძალიან გემრიელია. ოკეი. კაი. აუ, რანაირად მაქვს სურათები გადაღებული, იცი რომ ძალიან გაქცეული, იმიტომ რომ მაღაზიაში რომ შევედი და სურათებს რომ უყავდი, ეს კონსულტანტები ისე მიყურებდნენ, რომ ეგონათ ალბათ რომ აუდიტს ვატარებდი რა, საოცრება ხდებოდა მათთვის რეგისტრს. პრინგლსიც ძვირია, ჩემი აზრით. 13 ლარი ღირს პრინგლსი. მართლა? ხო, შევჯერეთ ჩიპსებზე საქართველოში ეს ნიშანია. სპარში აგერ ფასდაკლებარი და 7.99 ღირს დიდი სპრინგლსი რა. ნუ ისე მისი ფასი არის 10.95. ან ჩიპსების კატეგორიაში გჯობნით ნატა. всё, კარაქზე კი დაგჩაგრე. დაგჩაგრე, მაგრამ ის იცი რა მაინტერესებს, ახლოში თუ გაქვს სადმე ზეთი. ზეთი კი, ზეთის სურათიც გადავუყე და აქედანაც გეტყვი ახლა. აი 1 ლიტრიანი ზეთი, რომელიც ხშირად იყიდება ხოლმე, რასაც დავკურვები ვარ. ცოტა ზესუმზირა. ხო, ზესუმზირა, ცოტა ძვირიანი ვთქვათ, რაც არის. მაიცა ეს ვენუსი ქვია, მეცება ვნახო ქართულთან მიახლოებული ბრენდი თუ არის რომელიმე. არა, მე აგერ ბარაკა მიწერია და ბარაკა არ მგონია რომ მანდ იყო. ეტარა საქართველოს მე მგონი, ეგენი რუსულები და უკრაინულებია მე მგონი, ხო? ან აი პირველივე რაც არის, მაგის იმას გეტყვი. 7 და 40. ზუსტად. ბარაკა ღირს აქ 7 და 40 და 1 იაფიანია ისე ზოგადად. ხო, ანუ ყველაზე იაფიანს გეუბნები. და ოლეინა ღირს 7 და 90. ხო. სიმინდის ზეთიც ყოფილა, არ ვიცოდი. სიმინდის ზეთი ძალიან გემრიელია, ძალიან მიყვარს სხვათა შორის. მართლა? და ხო, ისეც რა, ჩვეულებრივ. ზეითუნის ზეთის ფასებიც შემიძლია გითხრა მაგაზეც. კი. მეც მაქვს ეგენი გადაღებული. აი მაგალითად ბეკოლის ვყიდულობ ხოლმე extra virgin-ს უკრავისთვის და ეს ღირს 500 მილilitrიანი, ან 9 ლიტრიანი. 4 9 9 36 ლარი. ოკეი.
აქაც 28 ლარი ღირს ეხლა რასაც უყურებ. აქ ფასდაკლებებსაც გააჩნია რა, რომ გუშინ აშკარად რო შევედი სპარში, ბევრ რაღაცაზე იყო საკმაოდ ფასდაკლება, ზეთებზეც. აქაც ხშირად არის ფასდაკლება სხვათა შორის. ხო, აი მგონია რომ მანდ უფრო დიდი არის ფასდაკლებებზე სხვაობა, ანუ აი პროდუქტებზე. იმიტომ რომ ოღონდ ახსნაც მაქვს რა, იმდენად დიდი აქვთ ფასნა მატერიალურად, რომ ხო, აქვთ საშუალება, რომ აი რაღაცა, რა ვიცი, ანუ გაანახევრონ ფასები. კი. აქაც არის კარგი ფასდაკლებები, მაგრამ ეგრე მკვეთრი როგორც მანდ, ეგეთი არ არის ხოლმე. ხო, ანუ ექსტრა ვირჯინი იწყება სადღაც 15 ლარიდან პატარები, ოღონდ ეს 9 ლიტრებზე ცოტა დაბალია, როგორც უყურებ, 250-იანი. 250, 250-იანი, აგერ ექსტრა ვირჯინი ღირს 22 ლარი რა, 21 და 99. ბასტო მგონი, მანდაც არის ეგ ისა რა ქვია, ზეითუნის ზეთი. ხო, აი მაგრამ ხარისხსაც ხო გააჩნია, იმიტომ რომ მე აქ რა ზეითუნის ზეთებსაც ვყიდულობ ექსტრა ვირჯინს, ან საკმაოდ ისე ძვირიანი უნდა ვიყიდო, რომელიც 30 პლუს იღებს და იგრძნობა რა ამან ზეითუნის ზეთი. თუნდაც შეწვის შემთხვევაში ხო იყოფა რა, ერთი ნაწილი არის რაღაც არის სალატებისთვის, რაღაცა ისე. რაზე მივხვდი იცი დიდ განსხვავებას ზუსტად აქ ვყიდულობ ხოლმე ყველს, მაგარ ყველს, ან პარმეჯანი არ არის, მაგრამ მსგავსი ის არის, არ ვიცი რა ქვია და მან დრო ვიყავი ორნაბიტში არა, ლიბრეში შემხვდა ზუსტად იგივე ბრენდი, ზუსტად იგივე შეფუთვა და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს აქ ეკველი. საერთოდ სხვა გემოქონდა. ანუ აი აბსოლუტურად სხვა გემოქონდა, ანუ ძალიან ცუდი იყო. ძალიან ცუდი იყო. და აქ ამ ძალიან ხშირად ვყიდულობ, ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელია. ფასდაკლება ქონდა თან ლიბრესთან, ძვირი არ მიმიცია, მეგონი რაღაცა 200 გრამიანში თუ ეგრე აქაც ზუსტად ეგეთი იყიდება და 7 ლარი ღირდა დაახლოებით, რაც ნუ კაი, შემოტანილია და ადეკვატური ფასია, მაგრამ ანუ აი აბსოლუტურად სხვა გემოქონდა, აი სრულიად სხვაგან იყო. მე ერთხელ ჩამომიტანა მსგავსი ჩიკდინიელს არა, ვაი მსახელი, ჭალის სახელი რა დაგავიწყდება იმერელს. მასეთი რაღაც ჩამომიტანა, ჩემო მეგობარმა ნაკობ რა. შივას. შივას არა. გერმანიდან ჩამომიტანა. ჯონი ვოკერი. არა, მაგრამ ამოვაგდეთ მე გამახსენდება. იაგერი, გაერთო იაგერი რა დამავიწყა. და ვაფშე სხვა გემოქონდა, საერთოდ სხვა გემო და იაგერი არ ღირს იაფი, საკმაოდ ზვირიანი ის არის, რა ქვია, სასმელი არის. და როთ მოდი რა ღირს, აქ სპარსაც ექნება. და გემო იყო ძალიან განსხვავებული. იაგერს არ გადამიღია, მაგრამ ონლაინ ნახავ. ყველაზე შეამოწმე, აბა. და ანუ იაგერზე და ეგეთ სასმელებზე ძალიან ხშირად არის ხოლმე აქ აქციები. აი, ხა 9 ლიტრიანი ღირს. აუ, მახსოვს იაგერი ვიღაცას უყიდა საჩუქრად. კარფურში მივეცი 750-იანში რაღაცა 80 ლარი თუ რაღაც ეგრე. კი, მიცემდი მას. აქ ეხა 9 ლიტრიანი ღირს 53 ლარი. ეხა ვეძებ 750-იანს თუ 750-იანი, აი 700-იანი ეს ორივეა? ხო, ნუ ორივეა წესით კი, 700-იანი. ნახოთ რა ღირს. ჩვეულებრივი ფასია ოღონდ ფასდაკლების გარეშე. 69 ლარი, 68 და 80 გამოდის. 700-იანი, ლიტრიანიც არის. ამადი ბარემრე ლიტრიანს ვნახავ მეც რაღაც მეცი. იაგერი აქ აშკარად არ არის. 94 ლარი ღირს 1 ליטრიანი. ორი ნაბიჯის აპში 9 ლიტრიანი იაგერი არის 49 და 95. თუნდაც 9 ლიტრიანი. 53 ღირს 9 ლიტრიანი. ოკეი. ან თითქმის იგივე რა. ხო, თითქმის იგივე. განსხვავება ისა რა ქვია, დიდად არ არის. კარგია კაცო რაღაცებზე ხომ და ღირდეს ცოტა იაფი. კი, ხო, განსაკუთრებით ფასდაკლების დღეებში ეხლა მე დიდად მესე სახლისთვის პროდუქტების მომარაგება არ მჭირდება რა ეს სხვის ხარჯებს ხორობ ჯერჯერობით. ჩემი ოჯახის ხარჯზე, მაგრამ ვისაც ვიცნობ რომ მარტო ცხოვრობს, განსაკუთრებით ჩაყოლებაზე თუ ბევრი მაღაზია, ბევრგან შენიან და რაც არის ფასდაკლება, ლოგიკურიცაა, ხო, ეხლა რატო უნდა გადავიხადო სადღაც უფრო ძვირი, როცა ცოტა იქეთ უკეთესი ალტერნატივა. აუ, იცი რა უნდა კითხო?
მე შეზრწუნებული ვარ იმ ფაქტით, რომ მე ხო ჰეინეკენი ძალიან მიყვარს და ამ ბოლო დროს ძალიან გამიძვირეს ჰეინეკენის ფასი. ჰეინეკენი რა ღირს 0.4-იანი, 0.5-იანი ის რა ქვია, ქილის. ეს იდეათ რომ გითხრა რომ მახსოვს ჰეინეკენი ადრე რა ღირდა თქვა ალბათ 3-4 ლარი, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რა, ისა რა თეთრებში, მაგრამ ეხა აი მაგალითად ბევრი არის ძალიან ჰეინეკენის ისიც. ქილა რა? ციცალი 0.5-იანი შეკვრა. ღირს 23 ლარი. ეგ გაყავი რამდენზე? ეგ გაყავი 6-ზე, დაიცე? ანუ 4 ლარი და 6 ცალიანი რა, 24 ლარი, გავყოთ 6-ზე, 4 ლარი დაახლოებით 1 ცალი. ხო. აქ ღირს 6 და 25 და 1 ცალი? ხო, აი 1 ცალი, მოვაგდეთ იმას, 6 და 25. 1 ცალი აგ 1 ცალი და 1 ცალი ღირს, 39. 3 და 80. ნუ ხო, შედარებით ბევრად იაფია. გერმანიაში ახლა რო ვაკვირდებოდი, ნუ გერმანიაში ხა ვუდი გავიგეთ, რომ რაღაცა, მაგრამ იგივე საპირწონეთ რო გადმოიტანო. კაი, გავიგეთ, რომ შემოდის ქვეყანაში და ამ შემდეგ, მაგრამ ნაბეღლავზე და ბორჯომზე. ეს ისა ადგილობრივ პროდუქტებზე აგერ ახლა ნაბეღლავი ვიყიდე, სპარში ვიყიდე, ზუსტად სპარში ვიყიდე, აი ეს 9 ლიტრიანი ნაბეღლავი, 9 ლიტრიანი. კი, 0.5-იანი, აბა შენ რა ვიყიდე? სააბა ვნახავ, აი გეღირება 2 ლარია რა? ლარი და 79 ღირდა. და 9 ლიტრიანისთვის, რომელიც აქ მზადდება ყველაფერი, გავიგე რომ რაღაც ქვეყანას მთავრობას ძალიან ბევრი მიაქვს, გავიგე რომ საწვავი ძვირი ღირს, მაგრამ იტალიიდან მთელსავით ხარ ჩამოგვდის ეგ ისა რა ქვია. აი ხა ვეძებ მაგას. ანუ აქ ლიტր ნახევრიანები იყიდება ეგ გაზირებული წყალი. აი ხო. 1 ლიტր ნახევრიანის ფასი არის, აი ხა დაახლოებით გეუბნები, იმიტომ რომ მე მიყვარს ძალიან. ლიტր ნახევარი ღირს ლარი და 28. დაახლოებით. და აქ ლარი და 28. რომელიც ბუდაპეშტის უნგრეთის წარმოებაა? კი, უმეტესად აქაური წარმოება. მაგრამ მანდაური ბევრად უფრო გემრიელია. მე სულ მენატრება მან. მაგრამ ეს ღირს ლარი და 79. 9 ლიტრი. ან 3-ჯერ ნაკლები და მეტი ფასით. ხო, ნუ აქაც ეხა როგორ არის, იცი, გააჩნია რაღაცა და რამდენი როდის იყო, აი კონცერტზე რო იყავით, გახსოვს ჩამოსულები, მაშინ მეუბნებოდა სალომე თურქებს და რაღაცა ძალიან ძვირი გადაიხადა წყალში, რაღაცა 4 ლარი თუ რაღაცა ეგრე რა. ხო და ანუ მაშინ იყო ბუდაპეშტის ცენტრში მაღაზიებში, სპეციალურად ესეთ პატარ-პატარა მაღაზიებში ამომატებული ფასი, იმიტომ რომ სიგიჟე ხდებოდა, იმდენი ტურისტი იყო რა. იმიტომ რომ მე რაღაც ჩემთან ცხელოდა. ხო, თან გავგიჟდი რა, მეთქი ეგრე როგორ გაძვირდა თქო და აგერ გავედი ჩემთან მაღაზიაში ვიყიდე მე და ჩავუგდე სურათი რაღაცა 50 თეთრი მივეცი იმ წყალ. ეს კი ცოტა მოგატყუეს ფაცე. მოგატყუეს რა, ნუ ის იყო რა, მაგ პერიოდში. მაგ წყლისთვის მე დასაფამ ძალიან ბევრი კილომეტრი ვიარეთ სტადიონიდან და მე სტადიონამდე. ძალიან ცხელოდა მაგ დღეს. მახსოვს. ოკეი. შენ ახალი ამბავი იცი ნატა? აბა. კვერცხის ფასი რო 5%-ით რო შეგვიმცირდა, ეგ იცი, რაც კომისია არის შექმნილი. ხო, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის ყველაზე სასაცილო ფაქტი რა არის, იცი რომ ქვეყანამ ამდენი წელი არიან მთავრობაში და არის შემაი რაღაც მხრივ ეჭვიც არ მეპარება რომ მაღაზიებში არ დადიან არც პარლამენტარები არც მთავრობის წევრები ახლა სპარში და ორნავიტში ალბათ არ დადიან და არ იციან მაგის ფასები, მაგრამ ამდენი წლის მერე აღმოაჩინეს, რომ თურმე ფასები გვაქვს მაღალი და მიადგნენ ამ ბიზნესებს და უთხრეს, რომ აბა რაღაცა გააკეთეთ და რომელი თვიდან არ ვიცი, რომ კვერცხზე 5%-ით გეტყვი. საშუალოდ იწყება 5 ლარიდან, ოღონ 10-იანი რა, 10 ცალი. და არის 6 ლარით, 7 ლარით რა. მაგრამ ამაში ხარისხებს მედიდად ვერ ვხვდები. ანუ აქ ზომების მიხედვით არის მაგალითად ძალიან ხშირად. აქაც შეხვედრი ვარ ზომებს, ხო, SEM-დან იგი. ანუ მაგალითად SE ხა აი რაღაც ჩვეულებრივი ნორმალური ბრენდის. არის ბიო ცალკე, რომელიც შედარებით ცოტა ძვირი ღირს.
მოიცონა. რა გონია გაგვაქვს ბიო. ჩვენ მთელი ქვეყანა ბიო ვართ, ასე რომ. აი ბიო 6 ცალი ღირს 6 ცალი ოღონდ ეს რამდენი? აუ ის ქაღალდის იმაში რო არის, და ძალამაზად რო არის, ქაღალდის. ჩვეულებრივ შეფუთვაში არის, არა, ესეც ჩვეულებრივ შეფუთვაშია. ოღონდ 6 ცალიანი, 5 ლარი ღირს ეს ბიო 6 ცალიანი. ოკეი. და ჩვეულებრივი? აი ჩვეულებრივი, მოდი L-ს გეტყვი, ანუ S ზომა ღირს იგივე 5 და 30 დაახლოებით. და L ზომა, რასაც ხშირად ვყიდულობთ ხოლმე, M-ი არა, სად არის L-ი? ანუ გადავიღე სურათსაც. შედარებით დიდი კვერცხია? ხო, ზომა არის, ანუ ოღონდ განსხვავებული, იმიტომ რომ წონის ფასი აწერია იდეაში აქ რა. ანუ მაგის მიხედვით აქვს, ანუ 1 კილოს ფასით არის განსაზღვრული, ან ცალობით კი ცალობაში იხდი, მაგრამ იდეაში აწერია, რატო ვერ ვიპოვე ეს L ზომა? ისე პროსტო ფასი თქვა. აქ ეს ანუ ეს არის 999 ფორინტი, აქაც უყვართ 99-ები. ანუ 8 ლარი რა, დაახლოებით 80 ფორინტი ერთი ცალი არის საშუალო ფასი. ეს რამდენი ცალი? 10-იანი. ხო, 10-იანი. ხო, აქ იწყება სადღაც 5, 6, 7. ეს სოფლის ქათამი რაღაცა კვერცხი ბაზრებში სიმართლე რო გითხრა არ ვიცი. იქნება, უეჭველი იქნება, გლეხი ჩამოიტანს, მაგრამ აქაც ყიდულობ ხოლმე და 80 თეთრს ვაძლევ, ანუ თეთრებში გადმომყავს ახლა რა ყველაფერი. ანუ ხო, ეგრე ახლა თან თავარი ჩვენ რადგან საუბრობთ ახლა მე ეს ყველაფრის ფასი, ამ ყველაფრის ფასი გადმომყავს თეთრებში, ანუ აქაურ ფასებს აღარ ვიძახ, რა მნიშვნელობა. მაგრამ ანუ აი მაგალითად ახლა რაღაცაში რო ვიხდი 800 ფორინტს ეს 800 ფორინტი არ უნდა აღიქვა როგორც 8 ლარი ან რაღაცა თუნდაც 5-6, ანუ უფრო ნაკლები, ანუ 800 ფორინტი უფრო ცოტა არის, ვიდრე საქართველოში მაგალითად 7 ლარი ან 6 ლარი რა, მაგ მხრივ. ნახე, აგერ ვოლტზე ვნახე, ვოლტ მარკეტზე კვერცხი სოფლის 10 ცალი არის 9.77. დიდი ალბათობით ეს ის ბიოა, რასაც შენ წეგან ამბობდი რა, სოფლის კვერცხი. ხო, სოფლის ცალი 4, ანუ აი ახლა რომ ვყიდულობ ხოლმე რა, იმიტომ რომ გარო ბაზარში რო გავყიდვარ, მანდედან ვიცი. ანუ მოაქვს ახალი კვერცხი და ერთი ცალი ღირს 80 თეთრი. ცალობით ვიყიდულობ. შემდეგი კოკა-კოლა ღირს მე მგონი მანდიაფი. ეგ ზოგადად შემიჭყონია, დორიტოსი, რა ქვია, სპრინგსი და კოკა-კოლა ღირს ძალიან იაფი. ზოგადად ქვეყანა ვაჭრებით და ჯანკ-ფუდზე ვართ მთელი ის არა ქვია და ჯანკ დრინკზე. ისა ნახოთ, 419 ფორინტი. 11 ჩვენ ხო წყალი გვაქვს კარგი. და ეს კოკა-კოლაში მართლა ბევრად უფრო გემრიელია მანდ კოკა-კოლა ვიდრე აქ. ანუ ისე ძალიან მე კოკა-კოლა ძალიან მიყვარს. ნუ ძალიან ის არის რა ქვია, ასე აქტუალებით საუბარი ჯანკ რაღაცაზე, მაგრამ ძალიან მიყვარს ზერო განსაკუთრებით. ხო, მე დიდად არ მიყვარს ისეც, მაგრამ საქართველოში ბევრად უფრო გემრიელი. აი 3.5-იანი შეფუთვა არის, 3 ლიტრი ნახევრიანი, 2 ცალი არის, ლიტრი და 75-იანი, ღირს 11 და 45. ლიტრი და 75. 2 ცალი ლიტრი და 75-იანი. ეგ 11 და რაღაცა გაყარა 5 ლიტრი გამოდის, litrს გეტყვი რამდენი გამოდის, რა პირდაპირ აწერია. 3 და 26 გამოდის 1 ლიტრი. აი, შემიჭყონია. აქ ლიტრი გვაქვს აგერ ფასდაკლებაში ლარი და 99. ლარი და 99, ნუ 2 ლარი რა. და საწყისი ფასი არის 2.85. არა, კოკა-კოლა აქ უფრო ძვირი ღირს, ეგ ზუსტად ვიცი ახლა. ძალიან მიყვარს ჯანკ რაღაცები რო უფრო იაფია. ეს აი ახლა 2.25-იანი არის. ეგ მოთხოვნა მიწოდების ამბავი რეგულირდება, რაც შეიძლება მაგაზე? წარმოდგენა არ მაქვს. აი აზრზე არ ვარ ამათი ფასები როგორ რეგულირდება. ანუ ჯერჯერობით ესე იგი დორიტოსი, კოკა-კოლა, სპრინგსი და კოკა-კოლით მიგებ. იცი რა მეინტერესებს? რძეზე რა ხდება? რძეზე რა ხდება? ღირს აქ, აი უიაფესი ღირს და მან რატო ღირს ეგრე ძვირი ჯერ ვერ ამოხსენი. მაგალითად იაფში რას გულისხმობ? აი გეტყვი ახლა ზუსტად ლარში რო გითხრა. აი რა ვიცი, სტანდარტული. საიდან იწყება და სად გრძელდება? აი 1 ლიტრი მაგალითად.
აი 1 ლიტრი ყველაზე იაფიანი რძე, ოღონდ რძე არის, აი ეს ბაჯეტის ფირმის რა, რაც გითხარი, მაგრამ გავყიდულობ ხოლმე, მაგრამ ეგრე 2 და 32 ღირს ეს. ყველაზე იაფიანი. და 32 ღმერთო. 1 ლიტრი. ხო, 1 ლიტრი. აი ხა რასაც ვყიდულობ ხოლმე? ხშირად რასაც ვყიდულობ და კარგი რძე არის, ანუ უნგრულია, ოღონდ ადგილობრივია. ეს ღირს 3 და 20. всё, ხელებს ვწევნა და. აი ცოტა ძვირიანი რომელიც არის. ცოტა აბა ძვირიანი. მითხარი ცოტა ძვირიანი. 729. ცოტა ძვირიანი ღირს 5 და 88. ეს არის აი ძალიან ძვირიანი, ასეთი ძვირი თითქმის სხვა არც ერთი არ არის რა, ეგ ერთად. მაგას რო ყიდულობ და უკვე სხვა იმაზე ხარ ხო? ლეველზე ხარ რო ხდებიან ხალხი რა, ამას ფული ანუ უშოვო. რავი, აი ამას ეხა იშვიათად ვყიდულობ ხოლმე რა, ანუ. აქ საშუალოდ იწყება 4 ეს რძისამე, არ ვიცი რა არის. სოფლის ნობათი 5 და 50, 5 და 20, 1 ლიტრიც არ არის რა, 950, 920 და სანტინოს რძე 6 და 60. აუ ხმა ისმის მე ძალიან მიყვარს იმაზე არ გადამიღია ვიდეოები, მე ძალიან მიყვარს ნუშის რძე და კატასტროფა ფასები. მანდ ნახე, აბა რა. აი სანტალის ნუშის სასმელი არის 14 და 60. აი ნუშის აგერ ქოქოსის და ნუშის ერთად ყველაფერს აქვს ერთი ფასი და ღირს ყველა 8 და 80 რა და 8 და 90 ვთქვათ. და ბიზნესი ხوار დავიწყოთ. ერთი ზედმეტი ის რა ქვია, ჩანთა ხوار იცი რა მაინტერესებს? ხაჭო რა ღირს. ანუ ხაჭო რა გოცა შედარება ისედაც ძალიან ძვირი რა, უფრო ძვირი არის ხოლმე რა, ხაჭო, აი 9 კილოიანი. სანტინო ხაჭო 180-იანი არის 6%-იანი 5 და 95. რამდენ გრამიანი? 180-იანი. ეხა 400 გრამიანი. 400 გრამიანი ხაჭო, რომელიც ნუ საკმაოდ ისეთი აქა უნგრული არის, ეგეც ადგილობრივი. 6 და 70. შემოგევლ. და ხო გითხარი ჩვენ კოკა-კოლა და პრინგსი და ისა დორიტოსი. ღმერთო. ანუ არა, რძის პროდუქტებზე და ხან ხაჭოს და რძეს ეხა მანდაც არაჟანსაც ძალიან ხშირად ვყიდულობ ხოლმე და ეგ ძალიან შემჩნეული მქონდა რომ მანდ ბევრად ძვირი ღირს. და თან ანუ ვერ ხვდები ხოლმე რომელი ვიყიდო რა, ბავშვისთვის განსაკუთრებით. აი ძვირიანი, აი სუპერ ძვირიანს გეტყვი რა ღირს? სუპერ ძვირიანი 1 კილო. აბა მედი, დამბოღმე. აი ის ამაზე ძვირიანი არ მინახავს მართლა. 1 კილო გამოდის 17 ლარი. 1 კილო. აი, მადლობა. თემი საყვარელი მიმდინარეობა რა არის, იცი რა? განსაკუთრებით კუჭი თუ მეწუხებს ხოლმე, ძირითადად ვცდილობ ულაქტოზო რძის პროდუქტების მირთმევას. ყველი ძალიან მიყვარს საშინელება ცალკე ისე ცალკე რძის დალევა. მაგრამ ყველი აგერ 450 გრამიანი ულაქტოზო აბა გამოიცანი, რა ღირს? ვალიოსი. რამდენ გრამიანი? 450 გრამიანი, ესე პატარა მრგვალი ვალიოს ულაქტოზო ყველი. 20 ლარი. 29 და 80 თეთრი. ანუ კილო ღირს 450 გრამი, კილო ღირს 66 ლარი და 22 თეთრი. რომელი სახეობა არის? ლაქტოზა თუ გაწუხებს, всё, გადადისო პრინგლსზე და კოკოსზე. ანუ აი ლაქტოზ ფრი, ჩვეულებრივი 700 გრამიანი, ტრაპისტა აქავრენ ძალიან გადასარევი ყველი არ არის, მაგრამ აქავრავი ჩემ საჭმელში ძალიან მიყვარს ამის გაკეთება. კილო ღირს 25 და 70. 1 და 66. კარგია. აგერ უფრო ძვირიანი წყופილა, აგერ ძვირიანში არ შევსულა ვალიო, ყველი, ულტერმანი ეს ვალიო ძვირიანია, მე ვალიოს ვერ ვხედავ ეხლა. ხო, ამათ აქვს ეგ არჩევანი, ეგ ულაქტოზო ყველის არჩევანი. მაგათ აქვს? მე სხვა არ მინახავს, ამას ვყიდულობდი ხოლმე მაშინ, კუჭი თუ ძალიან მაწუხებდა. აი პრეზიდენტი ჩედარი, მაგრამ ეს ულაქტოზო არ არის, ჩვეულებრივია.
ჩვეულებრივი, აბა მითხარი პრეზიდენტი აი ეს 100 გრამიანს გეუბნები დაჭრილი რა, 100 გრამი ღირს, 8 ლარი რა. ხო, აი ჩედარს ვერ ვხედავ აქ და გაუდა და ედამი 150 გრამიანი არის 12 და 50. 100 გრამიანი ღირს გაუდა იგივე ფასი ზუსტად რა, 7 და ანუ 8 ლარი რა დაახლოებით. ნუ ყველიც უფრო იაფია რა. აი, ყველი ეხა აქაურ ყველს, ანუ ადგილობრივს, აი ჩვენთან როგორც იმერული ყველი არის, ადგილობრივი რაც არის, მაგას ვყიდულობთ ხოლმე, რავი, აი 20-25 ლარი ღირს საშუალოდ ეგ ფასი ღირს რა. ჩედარიც და იმერული ყველის მსგავსი? ანუ ხო, აი ამათთან ყველაზე იაფად და ყველაზე კარგად რაც კეთდება, რა დიდი რაოდენობით უნგრული ყველი, ხა რა საჭმელში მიყვარს რა მაგის გაკეთება და ნუ წელვადია. ეგ ღირს ეგრე რა. ფეტა ვნახოთ თუ გინდა. მიმდენაირი მხდება ეხა რა ვიცი ფეტაც შემხვდა თხის ყველი მოცარელა აბა მოცარელა ვიყავთ მოდი მე ვგალის ყველი ფეტა 150 გრამიანი არის 14 და 95. აუ კილო არის 99 და 66. ამდენ გრამიანი 150 გრამიანი ანუ რამე ესეთი განსაკუთრებული ბრენდია ეგ ძალიან ანუ აქ გეჭვი ძვირიან ფეტას, იმიტომ რომ ხაჭაპურში ვიყენებ ძალიან ხშირად და ამ ფეტას არ ვყიდულობ, იმიტომ რომ ძვირი ღირს ეს ფეტა, იაფიანი. რა არის ეგ ძვირიანი? ყველაზე ძვირიანი ფეტა რაც არის 150 გრამი გამოდის 12 ლარი. ოკეი, და ყველაზე იაფიანი შედარებით? აი რავი, ყველაზე იაფიანში ვაძლევ ხოლმე 5 ლარს. ოღონ 200 გრამი. აი, რასაც უყურებ ფეტა სადღაც მასე 13-14-15 ლარში მერყავს 150 გრამიანი. ანუ ეტყობა რავი, როგორც ვალიო და ლუპრაკი და პრეზიდენტია, ეგეთი ბრენდია ალბათ. ანუ მივაწვეთ ფინქსებს და კოკოს და ეგ იქნება. კაი, ბანანი ვნახოთ, აბა ბანანი რა ღირს? ღირს ხოლმე. არც აქ არ ღირს ძვირი, მაგრამ მითხარი, აბა ბანანი აგერ კაკრას გახსნილობს სპარში. სპარში გაქვს რა? 5 და 60 ღირს აქ. სპარში. კილო. ხო. გაჯობეთ. გაჯობეთ რა კარგი გაგებით აქ ღირს 4 და 95. ხოჩო, გინდა. ახლოს არის თან, მაინც რა გინდა მშვენიერი. აი, მოდი ერთი ხორცეულსაც შევეხოთ და ეგ იქნება რა, იმიტომ რომ რა ვიცი. ოკეი, მე აფში გავხსნი მაშინ, იმიტომ რომ ხორცებზე დიდად არ გადამიღია. არა, იმას ვიძახი, სოსისი და ძეხვები ხო ჩამიყარე. კი. იცი რა მითხარი? აი, მაგალითად, საქონლის ხორცი 1 კილო რა ღირს? და მე ღორი. საქონელი უფრო ძვირი ხარ შეგრე ღორი? აბა, ზოგადად, აუ, ნახე, აი, რამდენაირი არჩევანია, როგორი საქონლის ფასი გაინტერესებს, ამი შეხედე, ნაჭერი 1 კილო. აქ არის მაგალითად ეხლა რაც გახსნილი მაქვს საქონლის მკერდის ნაჭერი, ასაწონი. 1 კილოგრამი. ანუ ეგ სტეიკია და ანუ ისე სტანდარტული ხორცი. მოდი აი ამის ფასს იმას ვიზამ მაშინ ეს გულიაში გასაკეთებლად რა. იმდენი ეძებ ამასობაში გავცივდი. დაახლოებით აი საშუალო ფასი არის 4000 ფორინტი ხოლმე რა მაგაზე ზოგი ნაჭერი მაგაზე ძვირი ღირს ზოგი ნაჭერი უფრო იაფი 32 ლარი. ძვირია უფრო თქვენთან. საქონელი? იმიტომ რომ აქ საქონელი. სადღაც 25 ლარი 20 ანტრეკოტი რა? ნაჭერი არის ეგეც ერთ-ერთი. ანტრეკოტი ძვლიანი. არ ვიცი. ღორი? მოდი ღორის ჩალაბაც. ერთ რამდენი რაღაცები არ ვიცია. ღორის არჩევანი აქ არის, აი რა ვიცი, ანუ აი 1 კილო, მაგალითად ღორის ფეხის ნაჭერი. მინდა ეს ფეხი. 13. აი აქ 13 ლარი? ხო. აქ იწყება 19-20-21 ლარი რა. ღორი სამწვადე, ღორი ძვლიანი, ღორი ანტრეკოტი. ნუ ცოტა იაფია. ღორი აქ იაფია და თან ძალიან გემრიელია ღორის ხორცი, ანუ აი ძალიან კარგია. ჩვენ იცი ღორი ბრაზილიდან რო შემოგვდია. აი ქათამი ნახე, აბა რა ღირს მან მართლა ეხლა. თან მაგაზე დავიწყეთ. აი რაღაცა უკრაინ ჩიკენ ქათამი.
1 ცალი, 11 და 55. არა, ვაი, ამის ჭამს. არ არის ძალიან. არა, ნადრაფი სივარგებს, გეხოწე, ეს ის არის უეჭველი წება, რო გითხარი 2 ლარიანი ჩინური ქათმები. აი ახლა ეს ცოტა ძვირიანი ჩანს. 2754. ეს არის კილო და რაღაცა, კილოზე მეტია, 22 ლარი. არა, არ ღირს ესეთი ძვირი. სურათში მაქვს იქ გადაღებული ეს რაღაცა, არ ვიცი ეს ბრენდი რა ბრენდია. და სოფლის ქათამი მაინტერესებს რა არის. ხო, აი ეს ღირდა, აგერ 887 რა. რაც არის, ისე აი 7 ლარი. სოფლის ბიო ქათამი 1.1 კილოგრამი არის 38 ლარი. 38 ლარი, ანუ მაგისი ზომა იყო ის დაახლოებით ალბათ ის კილო და 300-მდე დაახლოებით ის 22 ლარი რაც გამოდიოდა. ხო და ნუ ის ჩინური 2 ლარიანები კი არის 11, 12, 13 ლარი გაყინულები რა. გაყინული ღირს ის 11-12 ლარი რასაც იძახი? ხო. აქ ეხა ყველას რასაც გეუბნები, მე ყველა ცოცხალიან, ანუ ცოცხალი არა. ანუ გაყინული არა, ანუ ჩვეულებრივი ახალი რა. ოკეი. კაი. სანამ დამეწყო ხველის სპაზმი. სანამ ჩამეხჩი აგერ ონლაინ შეხვედრა. აქეთ წავიქეცი. უი, ერთიც შევადაროთ რა, ეხა გამახსენდა. ყავა. ჩაებზე? ყავა? იცი რატო? დედაჩემი ყველა აქედან წამოსვლაზე, ანუ ყველა დედაჩემისთვის მომაქვს აქედან ყავა. იმიტომ რომ ყავაში გემოში არის განსხვავება აი უდიდესი. მართლა? სასწაული განსხვავება. აი რა შემდეგზე რა ვიცი, ჩემთან თუ ამოხვალ, რო ჩამოვალ, გაგასინჯებ ჩემ ჩამოტანილს. ანუ აი რამ ხელა განსხვავება არის. აი ნესკაფე და იაკობი. აი მაგალითად როგორი? ნესკაფე გოლდი მაგალითად 150 გრამიანი. აი კარგას მაგას უყურებ. რამდენი ღირს? შენი აზრით? დაიცა გამოვიცნობ. ნესკაფე გოლდი ალბათ 12 ლარი? აი, ყრანაირად გაარტყი ესე ზუსტად 12 და 90. აქ ღირს 130-იანი ზუსტად ეგ ნესკაფე გოლდი რა ის, რასაც შენ მეუბნები. ზუსტად ეგ მაქვს გახსნილი, აი. აქ ღირს დაიცა გამოიცანი. ეგ ზუსტად ეგოდა, რა ვიცი, 13 ლარი? არა, ზუსტად იმენა ეგ არის ნესკაფე გოლდიო, ფასია განსხვავებული. 14 ლარი მე მგონი, 14. ადი ზემოთ, ადი ნატა, კარგად არის. 15. 24 ლარი და 99 თეთრი. მოიცადე, 150 გრამიანი? 130-იანი. მოიცადე, ღადაობ, მე მაგონა რომ ვაიმე, ძალიან მე 150 გრამიანს კი არა, 50 გრამიანს უყურებდი, მოიცა. 150 ზემოთ არის. მოვიტყუე ძალიან. ხო და მაშინ მასე იქნება რა, სადღაც 24-25 ლარამდე. არა, 150 გრამიანი, რაც მომაქვს ხოლმე სულ, რაც ჩავა. ჩემისთვის ეს ღირს 18 და 55. სტილ. ეს ღირს 24 და 99, 25 ლარი რა. ან ზვირია. და თან ანუ აი გემოში მართლა სასწაულად დიდია განსხვავება, ანუ ის ჯაკობსი ქვია ამას? ხსნადი როა? ხო. ეგ ნახე აბა ჯაკობსი. ეხა ეს 230 პლუს 300 გრამიანი. აი 200 გრამიანი დიდი ზუსტად, აი რავი საქართველოში სულ ესეთები არის ხოლმე, აი ეს, ნახე? ხო. აი ეს 200 გრამიანი ღირს აი ზუსტად მეც მაგაზე მაქვს. 33 და 90. აქ ღირს 190 გრამიანი 39 და 95. 40 ლარი რა. ესეც საკმაოდ ძვირია ჩემი აზრით. მანდაც და მაგრამ აქ უფრო იაფი გამოვიდა, ხო? ანუ 200 გრამიანი. იაფი გამოდის უფრო, მაგრამ და აი ეს ამას იაკობს სალსახად ნესკაფე მირჩევნია აქ და ორივეს მირჩევნია ჩიბო. ჩიბო, ოკეი. ხო, ანუ კარტონარი აქ აი რავი არ შემხოდრია მან დრო რაღაცა ეს ფილტვი უნდა გაყიდო და ეგ ფასი მისცე. დაიცა. ჩიბო შპარს არ აქვს ხსნადი. ოკეი. მართლა. მე თორე ძვირი ღირს.
ძალიან ძვირია. 68 და 95, ანუ 79 ლარი. ძალიან ძვირი. ღმერთო, ძალიან მიხარია, რომ ეს ძვირიან პროდუქტებს არ ვჭამ. არ ვჭამ ხორცს, არ ვსვამ ყავას. ძალიან კაი, მარტივი შესანახი ვარ. ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ხელფასების ამბავით შემოდის რა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ გავიგეთ რაღაცები შესაძლოა თანაბარი იყოს, რაღაცები ძალიან მინიმალური სხვაობით ჩვენთან უფრო იაფიღირდეს, მაგრამ ხელფასებით რო დავასრულო ნად არ ვიცი ხელფასი აქ მე ეგ საქართველოშიც ვნახავთ დაასრულე და ამასაც ვნახავ მე ამას წინად TikTok-ზე რამდენიმე დღის წინ რაღაცა გამოკითხვა იყო რა ქუჩაში მიდიოდნენ და ხალხს ეკითხებოდნენ რამდენი გაქვთ ხელფასიო და ნუ ხალხი ეუბნებოდა 1000 ლარი 1500 ლარი 2000 ლარი ჯერ 2000 ლარი საქართველოში რა ხელფასია არაფერი მაგრამ მე კომენტარებში ნეტა გენახა რომ ხალხი რას უწერდა იცი რომ გითხარით სად მუშაობთ რომ ამ ხელფასი გაქვს ანუ 2000 ლარი ხალხს უყვირს და 1500 ლარი და იკითხებოდნენ სად მუშაობ და ალბათ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ქვეყნის მე არ ვსაუბრობ ცირე ნაწილზე და რაღაცა კონკრეტულ უბნებზე და ასე შემდეგ ძალიან დიდ ნაწილზე აქ არის პენსიონერები განსაკუთრებით რა ვიცი 350 ლარი აქვს პენსიონერის ხელფასზე პენსიაზე რო დავიდეთ ხო всё ექიმი უნდა გამოვიდე ხო ახლა ის რაც ძახდა სოფო რა მჭირსო ვერ მიმახსენ ტუბერკულოზი გაჩვენდი ისე ვაყოლებ გონი ტუბერკულოზი მაქვს და გონი მართლა მასე ვარ ხო და წარმოუდგენელი რაღაცა ხდება საქართველოში წარმოუდგენელი მართლა ხალხი არის მინიმალური თვიდან თვემდე ცხოვრობს ხო არა მინიმალური ხელფასი აქ არის ანუ რაც განსაზღვრულია 850 ევრო what 850 ევრო ხო მინიმალური ხელფასი კანონი არის რომ სახელმწიფო ვერ გადაუხდეს 850 ევროზე ნაკლებს სახელმწიფო არა ვერავინ ვერ გადაუხდეს ოფიციალურად ვერავის 850 ევროზე ნაკლებს ხო არის just speechless არ ვიცი რა თქვა აქ მაღაზიებში კონსულტანტები სადღაც 700-800 ლარის ისიც რაღაცა საბონუსო სისტემაზე არიან მიმაგრებული და თუ რაღაცა გატყდა მერე მაგათ ხელფასიდან ნაკლებად არ ვიცი კატასტროფა მდგომარეობაა ხო საქართველოში მაგ ხრევდა რა ვიცი მე გუშინ ზუსტად ჩემ მეგობარს ველაპარაკებოდი მაგაზე რომ ალბათ მაგითაც განსხვავდება ხალხი ერთმანეთისგან თანხარ ვარ გვაქვს მე თუ მაგალითად კვირაში 2-3 ჯერ და ზოგჯერ მეტჯერაც საკუთარ თავს ვაძლევ იმის ფუფუნებას რომ გამოვიძახო გარეთ ვჭამო მეგობრებთან ერთად ბარში წავიდე დავლიო 25 ლარიანი კოქტეილები 30 ლარიანი კოქტეილები დავლიო ამ ხალხს არ აქვს მაგის საშუალება და უბრალოდ კომუნალურები ქირა ну კიცი ქირა რა ღირს საქართველოში ну თუ ქირას იხდივად საშინება გაზზე წელს საფხულში კომუნალურები მოვიდა არ ვიცი კატასტროფა გაორმაგებული და გასამაგებული ფასები და ჩემთან კორპუსში და ვერ ხვდებიან რა მოხდა და არ ვიცი ამის ფონზე ვამბობთ თორე ხა დორიტოსი რო შედარებით იაფიღირს და კოკა-კოლა შედარებით იაფიღირს ეგ შვების მომგვრელი ვერ არის სიფიც სიფი არ დაგვიწყდეს აი ღმერთო ანუ თან ახლა უნგრეთზე ხო ძალიან ბევრს აქვს ეგ დამოკიდებულება რომ უნგრეთია კაცო რა ანუ ხო ანუ არ არის ახლა ისეთი რაღაც გერმანიასავით ავსტრიასავით ნიდერლანდებივით არ არის საშუალო ხელფასი და მინიმალური ხელფასი ისეთი მაღალი მაგრამ ანუ აქაც დიდი განსხვავებაა ახლა ეგრე სამსახადრო არა აქ რაღაცა ისა მაგრამ მე მგონია რომ უკვე ერთ-ორ თვეში დაგვეტყობა ის რომ კვერცხზე 5%-ით დაიკლop აქ ამოაგდენ ინი ესე კვერცხის შუაში და ანათე ესე რომ ჩვენი ნათელი მომავლის აი რო ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე და მე აი ესეთ კვერცხის 5%-იან შემცირებაზე ვფიქრობ აი რა ვიცი მე ხელფასზეც აღარ მიჩნდება იმ ხელა მოთხოვნო ხდები ჯანდაბას
მე მგონია სადღაც მაისის თვეში ცოტა შვებას ვიგრძნობთ. აი, მაისის შუარიცხვებისკენ, რომ აი ეს კვერცხი ბევრს ხო ყიდულობთ და რომ გადავხედავთ ამას თვის ბოლოს, რომ რამხელა შეღავათია, მე ცოტა გავიმართებით. ვცდილობ საშუალოდ ნინი თვეში. მე სხვადასხვის ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ ყოველდილით 2 ცალი მოხარშული კვერცხი ვჭამო. აბა, მაშინ შენთვის ყოფილა ნინი ეს სუბსიდირება თუ კანონი. რა? აბა, შენთვის ყოფილა ეს სუბსიდირება და კანონი. მაგითო გითხარი მაისის შუარიცხვებში მიწევს ამას თქო. ანუ თვეში სადღაც 20 ლარიანი კვერცხი კვირაში. 20 ლარიან დანაზოგს ესე თვეში, ანუ კი არა და ხო, თვეში 20 ლარი წელიწადში კი გამოვიდა 200 ლარზე მეტი, 240. ეგ გადამიმრავლე ხა 20 წელიწადზე და ესე საპენსიო დანაზოგს მივამატე კვერცხის პოლიტი გავალ პენსიაში ძალიან გაიგე. ხილებს ვიკეთებდი და რუმინელი იყო წარმოშობით ეს ქალი რა და რაღაცა წუწუნებდა რომ აიო რუმინეთშიო რაღაცაო ის არისო ცუდი სიტუაცია არისო და პენსიაზე დავიწყეთ ლაპარაკი რა და მეთქი რავი დედაჩემს თქო პენსია აქვს თქო მეც რამდენია აქვს 350-იან 450 450 თქვენი 70 პლუსებს აქვს 350 ლარი აქვს რა ხელფასი მე მგონი ხო და 300 ანუ როგორ შოქში ჩავარდა ის ანუ და თავიდან წუწუნებდა რომ ჩემ მშობლებსო დაბალი აქვთო პენსიაო და ირანში 800 ევრო აქვთო პენსიაო მეთქი რა 800 ევრო ნუ თან იქ გაითვალისწინე ნატრო ევროპაში საყოველთაო ჯანდაცვა ძალიან მოწესრიგებულია და ძალიან ბევრ რაღაცაში არ არის ამაში ვიხდი ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას ჩემი ხელფასიდან ანუ სოლიდური თანხა გეტყვი რამდენს ვიხდი ზუსტად მოჭრილია მეც ახლა გეტყვი ყოველთვიურად რამდენს ვიხდი დაზღვევაში social security ესე ქვია იქ მასტია ხო რო გქონდეს კი, ანუ ისე ვერ დაგასაქმებენ. 155 ლარს ვიხდი ჩემი ხელფასიდან, არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობის ხელფასი გაქვს, ეს მიდის social security-ში, ანუ სოციალური დაცვა, რომელიც მოხმარდება ჯანდაცვას. და ხო, ხო, ანუ ახლა მე ვიცი რაშიც ვიხდი და ეს ფული მიბრუნდება, ოღონდ ჩემთვის ახლა ამას აქშიც ყველაფერი უფასოა. ანუ სახელმწიფო სტრუქტურაში რომ მივდივარ მე ხა და სახელმწიფო საავადმყოფოში ოჯახის ექიმთან ჩემი შვილის აცრები რაც სავალდებულოა ეს ყველაფერი უფასოდ მეკუთვნის რა ანუ მე არაფერს ფულს არ ხო და პენსიონის 800 ევრო რო თქვი ხა წეღან აი ეს 350 ლარი თუ პენსიონერს არ ყავს შვილები ან ოჯახის წევრები ვინც ხარდაჭერას უწევენ და ეხმარებიან თანხით 350 ლარი წარმოუდგენელია ბებიაჩემს მაგალითად 450 აქვს ბებოს და ფიზიკურად წამლებში არ ყოფნის რა ეგ ისა რა ქვია პენსია და რა თქმა უნდა ნუ საჭმლის ფულს ეგ არიხდის და ხო ძალიან ბევრია პენსიონერები ვისაც არ ყავს ესე მარჩენალი და თვითონ უწევთ ამ ხარჯებთან გამკლავება და ან იმის შვილს არ აქვს იმის საშუალება რომ მიეხმაროს იმ პენსიონერ მშობელს ხო ეგეც არის ანუ ეგეც არის თამდე რომ ვერ გაგაქვს თავი და კიდე პლუს ანუ ძალიან რთულია რანაირად ეხა 500-600 ლარი რომ მარტო წამლებში გეხარჯება და აი რავი არ ვიცი რა მაგიტო აი რავი დაბრუნებაზე ფიქრი ძალიან ნერვებს ნიშნის ხოლმე ჩვენ ხო გვაქვს ნათქვამი რომ შენ ძალიან მაღალ თანამდებობაზე რო გაიჩიტები მანდ ხო და არ ვარ ჯერ ამ ძალიან მაღალ თანამდებობაზე ხო და გელოდები როგორც კი რაღაცა დიპარტმენტ liidi იქნებიან დაირექტორი ან რაღაცა მაშინვე იმ დღეს რომ წერ რომ ნინი ჩალაგდი წამოდი მე ხო ეს ნეპოტიზმზე ვგიშტები იცი არის ეს არის გამართლებული ნეპოტიზმი ჩემი აზრით ადამიანი როცა ჭკვიანია და ისე მიყავს ეგ ნეპოტიზმი აღარ არის თან რავი ნათესავები არ ვართ ნინი ჩვენ ხო ნათესავებიც არ ვართ სამ შემთხვევაში ძალიან მრავალ წლის კოლეგები ვართ ESA-დან დაწყებული პროფესიონალური საქმიანობით ამიტომაც ეგ ნეპოტიზმად არ ჩაიჭრა ოკეი კაი წავიდეთ ნელ-ნელა დასასრულისკენ დიახ დამაიმედებელი ნინი მესამე ზუმისის მთავრდება ჩემს ხვიძავს მართლა დიახ დამაიმედებელი პროგნოზები არ გვაქვს და არც დამაიმედებელი ფასები საქართველოში მაგრამ და იცი რა შევეჩვიეთ ესე მგონია ახარ ვაპროტესტებთ და ვიღალეთ
უბრალოდ ყველაფრის პროტესტით და შევეჩვიეთ და ხვდებით, რომ ადრე თუ შეგვეძლო კვირაში ორჯერ ფუფუნების რაღაცებისთვის საკუთარი თავისთვის გაგვიკეთებია ფუფუნების რაღაცები, ეხლა ეს ყველაფერი გადავიდა თვეში ერთხელ. და ეგ არის. ასე გვაჩვევს ნებისმიერ ხა ამ თავრობაზე კი არა საუბარი, ალბათ სხვა ყველა სულ ქვეყანაში მასე იქცევა ყველა და ყველაფერი და სამწუხარო რეალობა რას ვიზრდ. არჩევნები აპრილში და ვნახოთ აბა რა იქნება. ხო? ოკეი. დიდი ამბები არის აქაც, ვნახოთ. ოკეი, ჩვენ ივნისში ჩამოვდივართ. გადავაგურებთ მაგ ყველაფერს და მე თუ რომიდან ჩამოვალ. ოკეი. კარგი. გილოცავთ მამართ, მოდი ცოტა ესე ბედნიერი იმით. ანუ მამართ კი არ გავა ეს ეპიზოდი, მაგრამ მამართს ჩაწერილი რახან არის მაინც. აუ ყვავილები ქვემოთ მაქვს, აი ესე ვერ დავანა, ვერ იმასე რომ. კი, გილოცავთ მამართს, ყველა ქალს. და გისურვებთ, რომ ზუსტად ისეთი ცხოვრება გქონდეთ, როგორც თქვენ გაგისწორდებათ და არა ისეთი, როგორც თქვენ მეზობლებს, ნათესავებს და ასე შემდეგ გქონდეთ, იმიტომ რომ თუნდაც ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი არა ძალიან იმაში გადავალთ. ჩვენია მთელი სამყარო. ჩვენზე დგას ფაქტობრივად ყველაფერი. როგორც მთელი თბილისი აგერ დასავლეთის ხალხზე დგას, ესე დგას მთელი მსოფლიო ქალებზე. ეს შეგვიძლია დავასრულოთ. დასავლეთ საქართველოს და ქალები ერთ მაშინ რაღაცა ამბავში გავაერთიანი, მაინც შევეხე ამ ყველაფერს დემოგრაფიას. კაი. ჩაო. კარგად. კარგი. 3-4 ზუმი გამოგიგზავნე. და გამოკეთება მალე. დიდი მადლობა. ტუბერკულოზი მედი არ მაქვს. კარგი. ჩაო.